კარდაკარ საჭიროებებზე ეს ზუგდიდის გამგეობის ახალი პროექტია. ამიერიდან კვირაში ერთხელ გამგებელი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს სოფლებში კარდაკარ გაეცნობა. ლაშა გოგია ამჯერად კახათსა და ოდიშს სტუმრობდა. სოფლებში მოსახლეობა მთავარ პრობლემად გზების არარსებობა დაასახელა. გამგებლის განცხადებით ორივე სოფელში გზების მშენებლობა წელს დასრულდება. ზუგდიდის გამგეობამ წელს კიდევ ერთი ახალი პროექტი უფრო ახლოს ხალხთან დაიწყო. პროექტის ფარგლებში კვირაში ერთხელ სოფლის ცენტრებში გამგებელი და გამგეობის სამსახურის უფროსები მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ. დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით სოფელ ოდიში, სადაც იყო დაფიქსირებული მთავარ პრიორიტეტად გზა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თვის ბოლოს ხელშეკრულება გაფორმდება, აპრილის და მაისში დაიწყება სამუშაოები. 45 წელიწადია ვცხოვრობ აქ. ყოველთვის იყო დაპირებები, გზას გავაკეთებთ, აქ სასაფლაო ახლოს, აქამდე გავაკეთებთო. კომუნისტობის დროს იყო მწერალთა კავშირი მოვიდა და ჩვენ ასფალტს გაგიკეთებთო. დაპირება დარჩა. აი ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთდება.